კეთი, აი შენ ისტორია მოგვიყევი, რა გახდა შენთვის ყველაზე მიუღებელი, რის გამოც ვეღარ დარჩი იმედზე, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, აი პირველი ძალიან შთამბეჭდავი მიუღებლობა იყო დავით გარეჯის კამპანია, როცა ორი მეცნიერი აღმოჩნდა ციხეში. აი შიგნით რა დამოკიდებულება იყო ამ ხალხს მე ქუჩაშიც დაესხნენ, ხო? აი ტიტუშკებს ახვედრებდნენ და არ მახსოვს მე შენ მაგ დროს უკვე იმედის კვირაში იყავი თორცდები. კი, მანდ ვიყავი, მოგიყვებით. ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ რაღაც პროცესი ვაჩვენო, რა გზას გადის რაღაცა ჟურნალისტი ამ თავის პროფესიულ დილემებთან მიმართებაში, რომ უფრო გასაგები იყოს და არა მაინდა-მაინც ჩემი ისტორიის რაღაცა მოყოლა არ მინდა. 2018 წელს, როდესაც მეორე ტური იყო საპრეზიდენტო არჩევნების, გახსოვთ, მაშინ ღიად თქვა იმედის ხელმძღვანელობამ, რომ იყო მხარე და სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს. ეს მაშინ იყო მოულოდნელი მგონი ყველასთვის, იმიტომ რომ ჩვენ გავიგეთ საინფორმაციოდან, ესე განცხადებით და დიდი პროტესტი გამოიწვია რაღაც ნაწილში. იმ დღეს ვთქვით, რომ ერთი ესე არ უნდა ვიგებდეთ და მეორე მე ვთქვი, რომ მე მივდივარ სამსახურიდან, იმიტომ რომ ამ პროფესიაში რაღაც არ მოსულ ვარ იმისთვის, რომ რაღაცა მხარე იყო აფილირებული ვიღაცა, მაგრამ თურმე ჯერ სათხარ. და მაშინ მოხდა ისე, რომ ვიღაცები წავიდნენ, მე ირაკლი ჩხლაძე მითხრა და მადლიერი ვარ, რომ მოდი დაფიქრდი და წადი ცოტა ხანი შვებულებაში დაისვენე. წავედი და მე მითხრა, რომ ოღონდ თქვი, რომ არ ავიღებდი ხელფასსაც კი, იმიტომ რომ იმდენად მიუღებელი იყო რაღაცა ის პერიოდი ჩემთვის და ეგეთ შებულებაში ერთი თვის მერე მითხრა დაბრუნდი და არ იმუშაო პოლიტიკაზე, სხვა იმუშავებს და მე დავბრუნდი იმედში, გავნაპირდი პოლიტიკიდან, ოღონდ იმიტომ რომ რაღაცა ვხედავ იმედზე თანდათან აი ამის შემდეგ, რაც უფრო უახლოვდებით ახლო პერიოდს, ისეთი გაშუქება იყო პოლიტიკის რომ მიუღებელია ჩემთვის მე როგორც ჟურნალისტი საერთოდ დისტანცირდი პოლიტიკური პროცესებისგან. მე არ ვუყურებდი პოლიტიკურ ბლოკს ჩემი გადაცემისაც კი. საინფორმაციოს არც სხვა არხებზე. აი რაღაცნაირად ამ როგორც ჩანს ჩემი თვითგადარჩენის ის იყო რომ რაც არ მომწონს იმ სივრცეში რომ ვარ რაღაცნაირად დისტანცირდე. გადავედი თანდათან კულტურაში, თუმცა ამისთვის არ მივსულ ვარ მე ჟურნალისტიკაში, ყოველთვის მინდა პოლიტიკაში ყოფნა. მთელი ამ წლების განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მე პოლიტიკაც გამიშუქებია. იგივე დავით გარეჯთან დაკავშირებით, მაგალითად მე როდესაც მითხრეს გაშუქე, ვუთხარი რომ მე არ მინდა ამ თემის გაშუქება, არც დავინტერესებული ვარ რა კუთხით უნდა გაშუქებულიყო ის კონკრეტული სიუჟეტი და რა ამოცანა ქონდა და მე პასუხი მივიღე იმ წუთში, რომ არანაირი პრობლემა არ არის, სხვა გააკეთებს. ანუ ამ ტიპის თავისუფლებაც იყო. ეს სხვა ყოველთვის მოიძებნება, რა თქმა უნდა, როგორც როგორც ამ არხის წარმომადგენელი, რომელსაც გარეჯი საქართველო აქონდა წარწერა ეკრანზე, რას გრძნობდი იმ მომენტში და როცა აი ნახე მართლა ვიყავი აი ესეთი შინაგანი პროტესტით, რომ არც ვადევნებდი თვალს, ეს არ არის კარგი. ხვდები, ვიცი ამას ვამბობ, მაგრამ მე მქონდა რაღაცნაირად ბლოკი საერთოდ პოლიტიკის გაშუქების მიმართ როგორც ჟურნალისტს და ამიტომ არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს არ უნდა გამეშუქებინა, რა კუთხითაც არ უნდა ჩაეფიქრებინათ ესა თუ ის თემა და ვიდრე ამ ტიპის თავისუფლებები არხზე იყო, მე ვრჩებოდი რაღაც იმ თვითგადარჩენის სინდისტანს იმართლით, რომ მე კულტურას ვაშუქებ და არა პოლიტიკას, იმ ჩემს კონკრეტულ სიუჟეტში მე მართალი ვარ და ესე მოვედით ბოლო პერიოდამდე, როდესაც საარჩევნო წელი დაიწყო, პირველი თათბირი გაიმართა ჩვენი გადაცემის და გითხრას, რომ ესეთ პირდაპირი მხარდაჭერა უნდა დაიწყოს არხზე, რაც არის გაცხადებული გვაქვს ჩვენ პოლიტიკა, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და გააქტიურდება ახლა პოლიტიკური პროცესები. იმ თათბირის შემდეგვე ვუთხარი მე ჩემს ხელმძღვანელს, რომ თუ არ რჩება პოლიტიკის გარდა თემების ადგილი ჩვენს გადაცემაში, მე მომიწევს წასვლა. მაშინ მითხრეს, რომ არა იყო ამის ადგილი, ამიტომ დავრჩი, მაგრამ აი თვეც არ იყო გასული, როდესაც ისევ გაჩნდა პოლიტიკური საკითხის გაშუქების დაისვა ეს საკითხი. ეს იყო ოცნების 11 წლის შეჯამება. პროცესი იყო ესეთი, რომ პრესამსახურებ
გადმომიგზავნეს ინფორმაცია და მეს უნდა შემეკრა. რამდენი კილომეტრი გზა დაიგო, რომ რამდენ სოფელში ჩაირთო გაზი და ასე შემდეგ. შესაძლოა აქ მხოლოდ პოზიტივი. ხო, შესაძლოა აქ ტყუილი არაფერი ყოფილიყო. თან ხო ხდებით, ეს არის იმედი, მთავარი პოლიტიკური გადაცემა. მე ამის გადამოწმების საკითხიც ვერ დადგებოდა, რომ მე კითხვა დამესვა, რომ ეს მართლა ესე იყო. როცა საკითხი ესე დგას, რომ შენ პრესამსახურები გაწვდიან ინფორმაციას და ეს უნდა შეკრა და აჩვენო და მე მაშინ ვუთხარი ჩემს ხელმძღვანელს, რომ ეს არის პიარი და მე არ მინდა პიარში ყოფნა და თან გრძნობდი, რომ ეს იყო კიდე ყველაზე მარტივი შესაძლოა, იმიტომ რომ პოლიტიკის უფრო პოლიტიკური თემების გაშუქების დროს, როდესაც დადგებოდა კითხვების დასმის დრო, მე ამ კითხვებს ვერ დავსვამდი და ამ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე მე ვუთხარი, რომ მივდიოდი გადაცემიდან. ეს იყო ჩემთვის მთავარი, მაგრამ რისი თქმა მინდა კიდე მე აი როდესაც ეს გამჭვირვალობის, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველი ტალღა იყო. როგორც აღმოჩნდა, პირველი ვიყავი, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვები დასვა Facebook-ზე. პირველი ვიყავი თურმე იმედიდან, არ ვიცი ამაზე არც მიფიქრი, არც ესე დაუკვირვები ვარ და მაშინ მივიღე აი შიდა ჩატში თქვას რომ გულსატკენია, როდესაც შენ ამას წერ, იმიტომ რომ შენი თანამშრომლები ამ საკითხს სხვაგვარად აშუქებენ. ნუ მე ესე ვხედავდი და იქაც უპასუხე რომ მე საკითხს ასე ვუყურებ, ამას დავსვამ, სიუჟეტშიც ამ კითხვებს დავსვამდი, ის ესე ფიქრობს და ასე აშუქებს და თუ კი ჩვენ ორივე ჩვენ აზრს გამოვხატავთ, რაშია პრობლემა? იმიტომ რომ მე მართლა მგონია რომ ნაწილი ეთანხმება იმას, რასაც აკეთებს, ამას მიიჩნევს სწორ პოზიციას და აი ესეთი შემთხვევები, როდესაც მე იმედის საერთო სურათს არ გამოხატავ. მგონია რომ გახდა საფუძველი იმის, რომ მე ესე მარტივად შემელივნენ და დამისვეს ეს საკითხი, რომ ან პოლიტიკაც უნდა გააშუქო, ან უნდა წახვიდე. აი ზუსტად ესე იდგა ჩემ შემთხვევაში საკითხი და მე ზუსტად ვიცოდი, რომ პოლიტიკურ სიუჟეტებს არ გავაკეთებდი. ეხლა ორივეთ გახართ აქციებზე, ხო? ხო, იმიტომ რომ მგონია ძალიან მნიშვნელოვანი ეს პოზიცია, რომ მე ეხლა იცით რა მიყვარს, ეს ჩემი მეგობრები, მართლა ძალიან რომ მიყვარს ის მეგობრები, როგორ ამართლებენ ამას როგორ ამართლებენ, რომ შეიძლება რომ ახლა სოფო ბერიძეს, ნინო არღულიანს, გიორგი ფუტკარაძეს, ვიღაცებს, ვინც ვიცი რომ ახლა არ არიან შტერები, სჯერათ რომ ქართული ოცნება პროდასავლური ძალა, რომ რაღაცა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ამ ჩვენი მხსნელი და მთელს უარესი რა შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ ხედავთ, აი ეხლა სადამდე მივდივართ, რომ Facebook-ზეც ვერ დავწერ ხელისუფლების კრიტიკას ვერ გამოვხატავ. ანუ ახალი კანონებით საერთოდ ან მედია, რომელიც ვერ მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი მედია გაქრება, რეგიონული მედიები, სათემო მედიები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და კრიზისი აქვს ისედაც და რა თქმა უნდა, არ ჩადებს იქ რეკლამით ვერ არსებობენ ეს მედიები, ხო? ისინი არსებობენ ესეთ გასაგებია საითმეტის დიქტატურისკენ, რუსული სცენარია და ვიღაცას იმედში სჯერა ჭკვიან ადამიანებს, რომ ეს მაინც პროდასავლური კურსია და ქართული ოცნება პროდასავლური ძალაა. მე წამოვედი 23-ში და მაშინ იყო ეს განცდა, ეხლა არ ვიცი.